მოგესალმებით ყველას, გამარჯობა. ჩვენ ვართ ბექა და გვანცა. ჩვენ გადავწყვეტეთ YouTube ბლოგერობა, საინტერესო ვიდეოების ჩაწერა და გაკეთება თქვენთვის საინტერესო თემებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესო და საყვარელი თემებისთვის. როგორიცაა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების და მსოფლიოში ახალგაზრდების საყვარელი თემები, მუსიკა, კინო, ლიტერატურა და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები და ასე შემდეგ. ჩვენი პირველი ვიდეო გადაცემა ეძღვნება სამაგიდო თამაშებს და სამაგიდო თამაშების ერთ-ერთ საყვარელ თამაშს Spot-its, რომელიც გამოსცემდა გვანცა. სალამი მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ჩვენი ვიდეოები და გამოიწერთ ჩვენს არხს და დღევანდელ ჩვენს შეხვედრას Spot-ით დავიწყებთ. ძალიან მაგარი თამაში, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ფავორიტი თამაშია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივი წესები აქვს და ამ წესებს მე და ბექა ერთად აგიხსნით. ხო. Spot-ით შეიძლება ითქვას კიდევ ის, რომ საქართველოში არ თამაშობენ და არ არის ასე ვთქვათ გავრცელებული საქართველოს რეგიონებში. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს თამაში დამკვიდრდეს საქართველოში და ყველა მითამაშოს, იმიტომ რომ ძალიან კარგი და ესეთი აზარტული და ჩამრთობი თამაშია. გამოსცნო გვანცამ და გვანცას უთმობ შეგვიძლია გაგვაცნოს თამაშის წესები, რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე უმთავრეს პირველ სამ ვარიანტს. ვეცდები რომ ყველაზე უფრო ესეთი ჩამთრევი სამი ვერსია გაგაცნოთ. ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის მიმზიდველი თამაში არის. მოდი დავიწყოთ ჯერ ყველაზე უფრო ესეთი basic წესების ახსნით. აქ მოცემული არის კარტები სხვადასხვა სიმბოლოებით. სულ არის თუ არ ვცდები 54 თუ 13 კარტი, რომელსაც სხვადასხვა სიმბოლოები, მაგალითად შეიძლება იყოს, არ ვიცი ხედავთ თუ არა, კატა, დინოზავრი, ჩექმა, ლიმუზინი და ასე შემდგომ. სხვადასხვა კარტებზე სხვადასხვა სიმბოლოები შესაძლებელია იყოს. თუმცა რაც ამ კარტებს გამოარჩევს არის ის, რომ ნებისმიერ ორ კარტს შორის ერთი სიმბოლო აუცილებლად არის საერთო. და ზუსტად ამ კონცეფცია სხვა მეტი არა, ერთი სიმბოლოა საერთო. და ზუსტად ამ კონცეფცია არის აწყობილი შემდგომ ის წესები, რასაც ახლა მე და ბექა ერთად გაგაცნობთ. თამაშის პირველი ვარიანტი, მოდი ესე ვთქვათ. მოდი ამას დავამოყურებ, ანავიღებ. კარგი. პირველი ვარიანტი არის, რაც შეიძლება მეტი კარტის მოგროვებაზე. და როგორ ხორციელდება ეს? მონაწილეთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლებელია ეს იყოს ბევრი ადამიანიც. ამ შემთხვევაში მე და ბექა ვიქნებით, ახლა შევერკინებით ერთმანეთს. თითო კარტს დავირიგებთ მე და ბექა და ამ კარტებს გადმობრუნებულ მდგომარეობაში დავდებთ ჩვენს წინ მაგიდაზე. დანარჩენ მთელ დასტას ვდებთ დექზე, ანუ მაგიდის შუაგულში და შევეცდებით, რომ ერთდროულად გადმოვატრიალოთ როგორც ჩვენი კარტები, ასევე დექის კარტებიც. ჩვენი მიზანი იქნება, რომ აღმოვაჩინოთ, რა საერთო სიმბოლო არის ჩვენს კარტებსა და დექის კარტს შორის, დავიძახოთ ეს სიტყვა და მივიტაცოთ ის კარტი, რომელიც არის დექზე. მაგალითად, თუ მე დავასწავლე ბექას და პირობითად ვთქვი, რომ ჩანთაა საერთო სიმბოლო, ჩანთას ვიტყვი, დავიდებ აქ და უკვე ზემოდან დადებული კარტისა და დექის კარტს შორის არსებული საერთო ძიებით ვაგრძელებ თამაშს. მაგრამ შეიძლება მე დაგასტრო. მაგალითად ეხლა კატა. აი, პირველივე იყო კატა. ულაშა. უსასმენი. ოსიფეთი. ვაინე. მარტარკა. თორხეთავერ. სუპერმენი. ვაი. კოზი. ფოტოგრაფი. რობოტი. ზარმაცა. ვაინე. დისკი. სამზა. საკა. გამანად. ძაღლი. ზარმაცა. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, მე შევაგროვე კარტების რაღაც რაოდენობა, წესით ეს თამაში რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა ჩავუყანოთ. მე დავითვლით შედეგებს, რადგან ამ შემთხვევაში ორი მონაწილე ყავს ამ თამაშს, პირდაპირ ვისაც უფრო მეტი კარტების რაოდენობა აქვს, ის ჩაითვლება მოგებულად, თუ ორზე მეტი თამაშობთ, პირობითად 3 ან 4, დაითვლით კარტების რაოდენობას, ვისაც ყველაზე ნაკლები კარტები ყავს, ის მონაწილე ვარდება საწყარო თამაშიდან, დანარჩენები აგრძელებენ, სანამ საბოლოოდ ორი მოასპარეზე არ დაგვრჩება და იმათ შორის არ გამოავლენთ გამარჯვებულს. ეს პირველი ვარიანტი თამაშის, Spot-ის პირველი ვარიანტი. მოდი, არის ახლა ამას შევინახავ. ოკეი.
მეორე ვარიანტი, ეს თუ იყო კარტების აგროვებაზე, მეორე ვარიანტი გვაქვს უკვე კარტების დაცლაზე. პრინციპი იგივეა, მთავარი იყოს ხარტები, სწრაფად აღმოაჩინოთ სიმბოლოები. საერთო სიმბოლო. ოღონდ ამ შემთხვევაში თუ წინა ვარიანტში ვთქვათ, თითო კარტს ვარიგებდით, ახლა შევეცდებით, რომ ყველა კარტი დავირიგოთ, მე და ბექამ, ჩავთვალოთ, რომ კარტების თანაბარი რაოდენობა გვაქვს, რადგან ეს სადემონსტრაციოა. ერთ კარტს ვდებთ დექზე და ვაბრუნებთ დექის კარტს და ჩვენს კარტებს ერთდროულად. და ისევ საერთოდ ყოველ. დექის კარტსა და ჩვენს კარტს შორის საერთო აღმოვაჩინოთ, ოღონდ აქ ბევრი კარტი გვაქვს და ზემოდან რომელი კარტი ცდევს, იმ კარტსა და დექის კარტს შორის ეძებთ აუცილებლად საერთოს. აი, წაწერა რადი. გავცალე. იოლო. ფაშა. სოკო. აუ, ეხლა მაცადე ცოტა. სოკო. კასეტა. ორსასმენი. ორსასმენი? ბრო. არა, ბრო ბოდიში. მომატყუე. ლუსმანი. ლუსმანი. ფირფიტა. დინოზავრი იყო იქ. ულვაში. აჰა. ულვაში. წინდა. წინდა. ბაბთა. მოკლედ ეს მეორე თამაშის წესებით ესეთია, მეორე ვარიანტი. ვინც დაასწრებს სხვა მონაწილეებს კარტების დაცლას, ის იქნება გამარჯვებული. ესეც საკმაოდ სახალისო ვარიანტია, მაგრამ ამ თამაშს კიდე ერთი მესამე ვარიანტიც აქვს, მეგობრებო. არა მხოლოდ. მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი არის პირადად ჩემი ყველაზე უფროსი ფავორიტი ვარიანტი და როგორ ხდება ეს ვერსია. სამ კარტს ვარიგებთ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. მთლიანობაში 9 კარტი იდება დექზე. დანარჩენ კარტებს ესე გვერდით დავდებთ და მონაწილეების მიზანი არის სხვებზე უფრო სწრაფად აღმოაჩინონ სამ დექის კარტს შორის საერთო სიმბოლო. მაგალითად, დონატი და დონატი. ამ სამ კარტს შორის არის საერთო დონატი. ეს კარტები მივიტაცე, ბექას არ დავაცადე. და ეს სამი კარტი არის მოჩვენილი. შევავსებთ ის აგებული სამ კარტი. დექის კარტებიდან ვავსებთ უკვე გამოკრებულ კარტებს. ახლა მაცადე ცოტა. ოკეი. ამ თამაშის ჩემპიონი ვარ მე უბრალოდ და. ვერპო დამეხმარე. როგორ მეცვეღარ. სათვალე. ისევ მივიტაცე და ისევ ვავსებთ. თამაშის მოგებული არის ის მონაწილე, ვინც ყველაზე უფრო მეტ კარტს აგროვებს. ესეც ჩვენი მესამე ვარიანტი. მოკლედ ეს იყო ჩვენი პირველი გადაცემა, პირველი ვიდეო. ესე გამოიყურებოს ფოთითის წესები და ბევრი ვარიანტი აქვს საკმაოდ თამაშის. ამ თამაშს სხვა ვარიაციები აქვს, შეიძლება შეგხვდეთ რაღაც ბაზით, ანუ ზარზე დარეკვით ერკინებიან მონაწილეები ერთმანეთს და ასე შემდგომ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი სახალისო ვერსია. მოკლედ დაინტერესდით, შეიძინეთ Spotify, გაერთეთ თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ძალიან საყვარელი თამაშია და ჩვენ აქ დაგვისაბსკრაიბით, აი აქ არის. ვისწავლე. ყველასთვის საინტერესო თემა subscribe-ი, მოკლედ დაგვისაბსკრაიბით და ელოდეთ ჩვენგან საინტერესო და საყვარელ ვიდეოებს. დროებით.